არგირა რა გაყვირებს და არ გამიფუჭო კომპიუტერი. დათო, ხელოვანო, აბა რა დღეა დღეს? შეიძლება რო უკარნახო მარიკა? რა დღეა? არ ვიცი და როგორ უნდა უკარნახო. რა დღეა დღეს? მე არ ვუჩნდა რაც მეინტერესებს. ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო ფაქტია რომ არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენ რო გეთქვა დღეს რა დღეა, აი რასაც ახლა მე მალავ ზურგს უკან, ამას შენ გაჩუქებდი. აი მე ირაკი გეხოცები მითხარი რა და მიდი რა გეხოცები შენ მითხარი ჯერ რა დღეა დღეს? აი მე არ ვიცი რა გეხოცები მანაკი არა მითხარი დაფიქრდი ცოტა რა დღეა დღეს? აი მე რა ფიქრობ ხა მითხარი რა არის და რა დღეა დათო? და დღეს არის ბარსელონას ფან-კლუბის დაარსების დღე. და ეს შენ ნახე უკარა აწერია ტიერი ანრი ნახე ეს შენ და აი ეს კიდე ჩემ ბიჭს მე დამავიწყდა, მაგრამ აი დედას არ დაავიწყდა და აი ეს გაჩერდა. ნახე და რა საყვარელია რა. აი ამას ნამდვილად არ მოველოდი შენგან დედა. მე ვიცი ამას სადაც დავდებ? აი აქ დავდებ. ოღონდ ეს შალონა უნდა ჩამოვხსნა, ეს შალონა დავდო, იმიტომ რომ ეს შალონა რეალისტიკულ შემატკივარია და ეს ბარს იჩხუბებენ. აი ასე. რა მაგარია, მარიკუნა. ეს აქ იყო ცოტა ხანი. აი ასე. დათო, მე შედესთვის მოგეცი. დათო, შეხედე ტიერი ანრი, ნახე დათო. რა და დაიმახსოვრე. დღეს არის ერთადერთი დღე, როდესაც მე ჩემი ინიციატივით, ჩემი სურვილით გამომაქ იმ ოთახიდან მაისურები და შენ გჩუქნი. კი ჩავისვამდი, არ არის პრობლემა, მაგრამ აი ეს რო აქ ხო ხედავ, აი აქ რო აქ ეს უთო და რაღაცები რო ახატე ხო. ხაჭნი საქმე, ხაჭნი. კარგი რა დათო, კარგი, ესეთი ჩემსასაც აქ რა მოხდა? ჩემი ხათრი. გეტყვი ხა მე შენ უკეთეს. შედი ხა გამოიტანე ის მაისური შენ რო იყიდე შავი. ის მომეცი და იმას გადავიცვევ არ არის პრობლემა. მიდი ჩაიცვი ერთი ნუმაიმულო, მიდი დათუჩა ჩემი ხათრით რა. მიდი ხო, კარგი რა, ხა არ მიყვარს ხუსი რაღაცების ჩასმა. შედი ხათრით. მიდი, ნახე როგორ მოგიხდება? აჰა, ჩაიცვი. ისე შარშან რა მაგარი იყო, დათო. შარშან. რა იყო მაგარი? ფან-კლუბის დღე. ისოდე წელს არ ვიმღერებ მე. არა, რა სიმღერებ დათო, წელს ლექსები. კარგი რა, ირაკლი უკვე ხელს მიშლი, ხო ხედავ მუშაობ. კარგი. მაპატიე ხაკერო. უკაცრავად. მე აქეთ მივხედავ ჩემ მარიკუნას. მარიკა, მინდა გაგაცნო დღეს ჩვენი საზეიმო ღონისძიების გეგმა. რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ესე იგი, პუნქტი პირველი, მარიკუნა. ბარსელონას ფან-კლუბის საიტზე შესვლა და იქ ერთი კარგი საგრძელოს დატოვება. ხო? გასაგებია. პუნქტი მეორე, მარიკუნა, სტუმრების მოწვევა საღამოს. აქ ჩვენთან ბარსელონას ფან-კლუბში. გასაგებია, ხო? პუნქტი მესამე. კატალონიური კერძები და ბევრი ლუდი. მეოთხე, მაღაზიაში ჩასვლა და ლუდის დამატება. ესე იგი, პუნქტი მეხუთე, რეალი ბარსას თამაშის გამეორებით ნახვა. 6-2 რომ მოიგო, ხო? ხო, 6-2 რომ მოიგო და პუნქტი მე-6. მარკურა, ნახე, ჩვენც 6 პუნქტიანი გამოგვივიდა, ხედავ? ესე იგი, პუნქტი მე-6, შემდეგ დღეს
მეორე დღეს, ანუ ხვალ, წინა დღის, ანუ დღევანდელი დღის ძლივს გახსენება და იმის თქმა, ოჰოჰო, წინა დღე რა მაგარი იყო, რა თქმა უნდა, ლუდთან ერთად. გასაგებია, დღეს უმრეკლო ყოლება, ხო? ხო. გოგი მოვა? არა. გოგი არ მოვა, იმიტომ რომ გოგი იუვენტუსის გულშემატკივარია და დღევანდელ დღეს არ ცნობს. ირა, ესე შენ თუ გადახვიდე იუვენტუსში ამ? დათო, მე მგონი გადასვლა გადმოსვლაზე შენ მე არ უნდა მელაპარაკებოდი. ირა, მაცდენა, ხო ხედავ მუშაობ არა კომპიუტერთან რა. უკაცრავად. მაპატიეთ. მე მივხედავ, სტუმრებს დავუპატიჟებ. დათო, მინდი რა, სკაიპი ჩამიგდე, ეკას დაველაპარაკები. აი მე აი ხა გამურთი რომ არ გადახურდეს. კარგი, დათო. რა? კარგი ხო, კარგი, ჩავწავე. ასვენებ დათო? ხო. ხო, მე აქ რატო ასვენებ? წადი და წაიღე ბაგურიანში, ლიკანში და იქ დაასვენებ. ალო? სანდრო მე ვარ. ხო. სანდრო რა დღეა დღეს? კვირა გასაგებია, მაგრამ რა დღე? სად ვიკრიბებით ჩვენ დღეს? რა მიტინგზე, სანდრო? კარგი, ირაკლი, კარგია. მოუხდება. დახატავს. კარგი. საღამოს შენთან ვარ. კარგი. ესე იგი დღევანდელი საღამოც დაიგეგმა. ვის ელაპარაკებოდი შენ, ვის ველაპარაკებოდი და ირაკლის. დღეს ყოფილა ბარსელონას ფან-კლუბის დაარსების დღე. და უნდა აღნიშნოთ. მეც არ ვიფიქრე რატო აკარგ ხასიათზე მეთქი. მინდი აღნიშნე კალენდარზე ეს თარიღი, რომ მომავალ წელს არ გამოგეპაროს. სხვათა შორის, შენ და ქეთევანიც ხარ დაპატიჟებული. ოღონდ ერთი პირობით თამარ. აი ხლა ირაკლი შემოიტანს ფორმებს. და ის უნდა ჩავიცვა და ისე შევიდეთ. მე ბარსელონას ფორმას არ ჩავიცვა. არა, შენ ბარსელონას ფორმა არც გაქვს. გვერდით იმ საჯის ფორმას მოგება. რაო, რას ბრძანებს ვაჟბატონი, სად მივდივართო რაო? სად მივდივართ, ქეთევა? შენი თქმა არ მჭირდება, ისედაც ძალიან კარგად მესმოდა ყველაფერი. დღეს ბარსა გამორიცხულია. თამრი, შენ რაღა მოგივიდა და გავიცდა დღეს ჩვენ ნათესავ ლუციკოსთან ვარ დაპატიჟებული მთელი ოჯახი. რას ამბობ, რა დამავიწყდა, როგორ არ მახსოვს? ასე რომ ვაჟბატონო ძალიანაც კი გინდოდა, მაგრამ ირაკლისთან ვერ წავალთ. რატო ვითო? რამინი ხო იცი? რამინი თქვენ ქორწილში ჭიქარო შეჭამა. რა დამავიწყებს? რამინის ქვისლის დის ნათლულის ოჯახი ევროპაში გადადის საცხოვრებლად. და ესეთი გამოსამშვიდობებელი წეულება აქვთ. რა და ახლა ნუ დაგვაკარგინებს ანათესაოს. აბარა, თამარ, აბა ახლა მაგათი დაკარგვა როგორ იქნება? სადღა იპოვი ესე ახლო ნათესავს? იცი რა, ლაშიკო, შენ ჩემს ნათესავებზე ესი აგდებულად ნუ ლაპარაკობ. მაგას ჯობია შეხვიდე ოთახში გამოიცვალო, ძალიან გვეჩქარება. მიდი გელოდებით, ჩაიცვიავო. კარგი რა ქეთევან რა. ირაკლის შევპირდი რომ ამ საღამოს შენთან ერთად ვიქნები მეთქი და უხერხულია ეხლა. შენ ეგრე ორცოლსაც შეპირდი, შენთან ვიქნებიო, მაგრამ არ ვიცი, მაინც უხერხულია. არა. ლაშიკო. რა გირჩევნი, აბა? ირაკლის თბილი ლუდი და სუნიანი თევზი თუ ჩვენს ნათესავებთან რაღაც ზღაპრული სუფრა, არაჩვეულებრივი გარემო, მწვადი, ხიზილალა გოჭი, რა გირჩევნია? ლაშიკო. ირაკლისთან. მოიცად. მომისმინეს იძებ ბატონო, ჩვენ ახლა იქ ისეთი ხალხი და საზოგადოება დაგხვდება, რომ უნდა წავიდეთ. აბარა, თამარ, მთელი სამტრედის ნაღების საზოგადოება იქნება. შენ იცინე და იცი რა ფოე ხალხი რა. იცოდე, მე იქ მარტო არ წავალ. ჩემს ნათესავებს მე არ ვაჭურავებ, ქეთევან ღლონტი მარტო მოვიდა ქმრის გარეშეო. რა ისედაც ენები აქვთ გადმოგდებული, აი, არ წავალ მე იქ ნამდვილად. ეგენი რა ჩვენზე რამე სიტყვია. კარგი, შენ არაფერი გაგიგია.
მე ირაკლის დავპირდი. და უხერხული ახლა, აი რა უნდა უთხრა მიზეზად, რატო ვერ მოვდივარ მეთქი? ისევ რაღაცა მე მოვიფიქრებ რამეს და ვეტყვი. მიდი. ჩემი გასაკეთებელია ყველა. მიდი, შედი, შენ გამოიცვალე. მიდი, გელოდებით. მიდი, აბა, მიდი. ვაშა, მოდი მოიცადე. სანამ წავალთ, ეხლა შედი სამზარეულოში და კარგად დანაყრდი, რომ იქ არ შეგვარცხვინო. ვაი, მეს რა კარგად გამოგივი. გეწედა ჩემთანს რა. იცინე თამაშ შენ სხვა მეტი რაღა დაგრჩენია. აკანი შენ. ფეთუ. ვაი მე ხა რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ისეთი, რომ ირაკლიმ დაგვიჯეროს. აბა მართალია და. მოვიფიქრე. რა ის? არა მეორე. წამოდი უკვე მეცინება. შალომ რა ისკითხულობ? არა ფერს ისეც. აჩვენე? ასტროფიზიკის საფუძველი. საინტერესო წიგნია? არა, სანდროსაც არ მოეწონა. 20 გვერდი წავიკითხეო და არც სროლები არ შევხვედრიო და არც გამოძიება. მოსაწერი გამოდის მაშინ. სამაგიეროდ საღამოს თუ წამოხვალ ირაკლისთან სალამე? ძალიან მხიარული საღამო გვექნება. მართლა? რა საღამო? რა ვიცი, რაღაცა ბარსელონასთან დაკავშირებით აქვს მე მგონი საღამო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი იქნება. ვიცი მე ბარსელონას საღამოები ირაკლი დაიწყებს მე მაღალფარდოვან ლაპარაკს, ესეთი გოლი. მოკლედ მე არ მინდა არ წამოვა. არ გინდა? რა ვიცი, სანდრო მოდის. ესა თიკა მომდივარ. ეხლა ბარსელონას რას ვერჩი? იტალიელები არ მიყვარს, სულ ესე გოგოსავით დავარცხნილები რომ დადიან და სულ უკმაყოფილო სახეები აქვთ. ბარსელონა კარგია. გამარჯობა. სანდრო, როგორ ხარ? როგორ ხარ სარ? კარგად. მეც კარგად. სანდრო, ირაკლისთან ხომ მოდიხარ დღეს? ხო, აბა დღეს მთელი დღეა მაგისტრის ვებზადები ბარსელონაზე ინფორმაციებს ვაგროვებდი. ხო, ვაი მე ჩვენც მოგვიყევი რა ფეხბურთზე ცოტა რაღაცა ვიცით და იქ გამოგვადგეს ირაკლისთან. კარგი. ასე იგი, ბარსელონა ყველასგან გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს. ესე იგი, ისეთი ყველასგან განსხვავებული ტაქტიკა. რატომ მიყურებ ეგრე? ესა ტაქტიკა მაინტერესებს. ტაქტიკა არის ასეთი, ნახე? დააკვირდი რა, მე გავშიფრე, მე. წინა ხაზზე ყავს მოკლე გვარიანი ფეხბურთელები. მესი, ანრი, ეტო. შუა ხაზში ოდნავ უფრო გრძელგვარიანი ფეხბურთელები. ინიესტა, ბუსკეტსი. დაცვაში ყავს გრძელგვარიანი ფეხბურთელები. რაფაელ მარკესი, დანი ალვეში და ყველაზე მთავარს დააკვირდი, ნახე, რა ხდება. კარებში ყავს ყველაზე გრძელგვარიანი ფეხბურთელი, ვიქტორ ვალდესი. რა? საინტერესო, სანდრო, ძალიან კარგი ტაქტიკაა, სანდრო. ხო, კარგი ტაქტიკაა, იმიტომაც არის რომ ყველას უგებს, თორე აბა საქართველოს ნაკრებს აქვს ტაქტიკა. დაუკვირდი როგორ შეიძლება შუა ხაზში გვერდ თამაშობდნენ ყენია და მეთეშაშვილი. ბიგი მყავს? ო, აბა რა, ნახეთ არა, საგანგებოდ მოვამზადე. ოპა! ბარსელონას პერიოდ შევგებე. სანდრო, როგორ ხარ? ჰა? როგორ ხარ? დაჯექი მაიკო, გაიცანით ეს თიკა, ეს მაია, ეს სალომე, ეს მაია. მაიას ვიცნობთ ჩვენ უკვე. მაია. ასტროფიზიკოსი ხარ ხა შენ? რა ორიგინალური პროფესია გაქვს? დღე და ღამე ვარსკვლავებს აკვირდები ხო?
არა, დღეს კი ვაკვირდებით, მაგრამ ღამე უფრო კარგად ჩანს ვარსკვლავი. ხო, მეც ძალიან ორიგინალური პროფესია მაქვს. კლიენტები დღეს შემოდიან და ღამეც, მაგრამ ღამე უფრო მეტი კლიენტი შემოდის. და შეგიძლია ვარსკვლავს სახელიც კი დაარქვა? ხო, აქ კიდე წვალება აღარ არის საჭირო. კლიენტებს უკვე ქვიათ სახელი. ხანდახან შეიძლება ვარსკვლავი ჩამოვარდეს ხოლმე და ისეთი საინტერესო სანახავია, ძალიან საინტერესო. ხო, აქ კიდე ხანდახან შეიძლება კლიენტი ისე დათროს, რომ სკამიდან ჩამოვარდეს და ისეთი საინტერესოა. ყავა გენდობება მოგიტან ახლა. სანდრო, სულ დამავიწყდა, მე თქვენისთვისაც შემოვედი. მოკლედ, ჩემმა ძოლმა მეგობარმა დაგვპატიჟა მეგობრები. თავის ქმრებთან, მეგობრებთან ერთად. და ვიფიქრე, შენ წამოხვიდოდი. ხოთა მოხო? ეგეთი რამე მაგარია. ის გამიგია, ცოლად გამომყევიო, მაგრამ ქმრად გამომყევიო. მე გამიგია. მაგრამ შენ ხო ირაკლისთან მოდიხარ და გავიწყდა? ირაკლისთან? ოფ, გვიან ამოვალ, შენ არ ინერვიულო, ირაკლი მიმიღებს. კარგი, ბოდიში. უთხრა რა ხდება? ვინერი საჭმელი. სალომე. მე მგონი სანდრო ვეღარ მოდის. იმასთან ერთად მიდის, ხო? კარგი. გამატარეთ იქა. მოიცა სალომე. ეხლა წადი. დათო, სად მიდიხარ? ხო იცი, ირაკლი რო გაიგოს, გაგიჟდება. ხო იცი როგორ ელოდება რა, ამ დღეს ემზადება. არიქო. სასწრაფო საქმე გამომიჭდა ეხა მე და აუცილებლად უნდა წავიდე. სხვა გზა არ მაქვს თორე ხო იცი ხარა. დათო, ირაკლი მთელი წელი ამ დღეს ელოდება. აი, ყველა ხო ელოდება ახალ წელს. ირაკლი ელოდება ბარსას ფან-კლუბის დაარსების დღეს. ეხა შენ ვერ ხვდები ხა მეც როგორ მინდა მაგ ფან-კლუბის გახსნას დასწრები ხა ვერ ხვდები მინდა, მაგრამ რა ქონა სხვა გზა არ მაქვს. უნდა წავიდე, იმიტომ რომ აუცილებლად შეგვედა. კარგი, მაგრამ მაშინ ისეთი მიზეზი მაინც უთხარი, რომ არ ეწყინოს. მართალი ხარ მარიკა? ხო. მიზეზი უნდა უთხრა, თქო მე კი არ ვეთქვი, შენ უნდა უთხრა. შენ უთხარი ესე რომ დათო წავიდა თქო თანამშრომლების შეხვედრა საქიელფოს წავიდა, კარგი დრო უნდა გადაროს. არა, მე მაგას ვერ ვეტყვი ეწყინება. აჰა. მაშინ უთხარ, იცი? მოწაფეებმა დაურეკეს და სკოლაში უნდა შეხვდეს, აუცილებლად შეხვედრა. ვირას დათო? ეწყინება. მაინც ეწყინება. მაშინ რა უთხარ, იცი? აი, საერთოდ გადავიდა აქედან. წავიდა. ეს არის წინება და მიჯერა. ეს გონხარდება. ეს მოკოდას წავიდა. უი. რა? ეს რა? რა? მე შენ არ მოგეცი ანგრის მაისური დილას? რატო არ გაცნობ? ირა. რაღაცა უნდა გითხრა. ხო მშვიდობა და კი, მშვიდობა. უბრალოდ რაღაცა გითხრა კი არა, კითხო. ის ბასონას თამაშს შენ საერთოდ ნამყოფი ხარ? დათო. არა და რო იცოდე, ეგ არის მთელი ჩემი ცხოვრების მეორე ოცნება. მეორე ოცნება. პირველი რა არის? ხოდა ირა, ეხლა მე ამ ოცნებას ნაწილობრივ აგისრულებ. მე მივიდივარ ეხლა ირა. სამიდი. როგორ სამიდი? სამიდი არის. ეხლა მე რო კორპუს მიშენებენ, იქ ხო იცი? ამ ხანოგობა იკრიბება და დღეს თუ არ მივედი, ან დღეს თუ მივედი, ან არასოდეს. ანუ აქედან ნუ ახლა მარიკა თუ ასეთი ის არის ამბავია, უნდა წახვიდე დათო, აბა როგორ დაგაკავო. მიდი, არაუშავ შენ არ ინერვიულო, მომავალ წელს აღნიშნოთ. შენ შესახში იქნები უკვე და სტუმრად მოხვა ჩემთან, სტუმრად. აღნიშნე. მიდი. ნუ მარიკა. ერთი მოთამაშე გაგვიგდეს და დავჭით 10, მაგრამ არაუშავ ჩვენ ბარსელონა ვართ. 10 კაცითაც მოვიგებთ. ნაბარა. კი, ეს ანა. ირაკლი კი არა, შემოდი.
შემოდი, შენ არ უნდა ჩაგეცვა პუიოლის მაისური, ჰა? ირაკლი, რა პუიოლი, რა მოხდა, იცი, ირაკლი. რო შეკპერდი მოვალ საღამოს თქო საერთოდ ვერ მოვდივარ. რა მოხდა, ანანო, მითხარი? რა მოხდა და დამირეკა ჩვენმა პროდიუსერმა. ისეთი ზოოპარკში მივყვანიათ მარტო ხელა მშიერი, უსახლკარო ისეთი ხუჭუჭა ციკანი. ეხლა მე უნდა მივიდე, უნდა მოვუარო, იმას უნდა ვაჭამო რაღაცა ეგრე. ანანო, მაგის გულისთვის ზოოპარკში მიდიხარ, ეგეთი ჩვენც გვაქვს აქ და აჭამე და მოუვარე. რა ხუმრობა, ხა იქ მთელი ზოოპარკი მე მელოდება თურმე. იცით თურმე ჩემ გარდა არავინ არ მიიკარა. ციკანმა ხო. ირაკლი ისე რა არის? აი მე ძალიან მიყვარს, აი ვერ ხვდები, მაგრამ აი ციკნებთან, აი რაღაცნაირად აი ბუნებრივი და აი უშუალო ურთიერთობა გამომდის ხოლმე მაშინ, იცი ხო? აუ რა საყვარლები არიან, იცი. ხო, იცი რა არის ირაკლი? ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაგ დროს ციკნის ასაკს. ხო, აი ციკანი თუ ძალიან პატარაა, იმას ჭირდება ძალიან სხვანაირი მიდგომა, რომ არ გიუცხოს, რომ მოგეჩვიოს ადვილად, აი სხვანაირად უნდა. განახებ, გინდა როგორ ვაკეთებ? აი შეხედე, აი თვითონ მარიკასაც ვერ აკეთებ ციკარი. და ეხლა მე რას ვაკეთებ? აი ეხლა ნახე, ეს ხო ციკანია. ხო და მე აი ესე დავდივარ. აი ესე ვითომ რაღაცას ვეძებ და ესე ჩუმად ბე აი ესე სხვათა შორის ვითომ აი ესე დავდივარ ვეძებ იქით არ ვიყურები მე ნელა ირაკლი ცოტა ამ ხმას მოუმატებ ამ ციკნის ხმას მივხვდი მოუმატებ და აი ხანდახან გავხედავ ხოლმე და მე რა მოხდება ირაკლი იცი რა მოხდება მე ეს ციკანი აღმოაჩენს რომ მე თურმე მას ვეძებ ვაიმე ანანო შენ შემოგევლე წადი რა ჯობია. ჩადოა, შეხოლგე. აუ, ირაკლი, წინასწარ გიორსა ბარსას დაბადების დღეს. ხო, ციკანი მომიგე. ბარსას დაბადების დღეს კი არა, ბარსას ფანკლუბის დაარსების დღეს. ეს არა უშავს, მარიკუნა ერთი მოთამაშეც გამოგვაკლდა დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა. დოპინგ კონტროლი დავრჩით 9. მაგრამ არა უშავს. შენ არ ინერვიულო, ჩემო ბეღურა, მე რაღაცას მოვიფიქრებ, ტაქტიკას შევიმუშავებ რაღაც. მარიკა გამარჯობა. მე რა არის ციკა ესა? ვაიმე რა ვქნა მარიკა, სანდრომ გამამატანა. მე ვერ მოვდივარო ირაკლისთანო და ბიკი იქნება ჩემს მაგივრად. ციკა ძალიან გთხოვ, აივანზე გაიყვანა. კარგი, მიმყავდა. შენ კარგია რომ შენ მაინც მოხვედი, იმიტომ რომ ანანო და სანდრო ვერ მოვლენ და ირაკლი გაგიჟებულია ნერვიულად. ნერვიულობს და მე რო არ ვიქნები იმაზეც ინერვიულებს? რას ამბობ, ციკა გაგიჟდება? აი წარმოვიდგინე ხა ბარსას ფანკლუბის დაარსების დღე არის და მარტო ჩვენ და გლონტები. ბიკი ცხა იქნება მარიკა. აუ აბა რა ვქნა მარიკა. რაღაცა ისეთი რომ მოვიფიქრო და რა უთხრა რომ არ გაბრაზდეს. აი რა. ვითომ მამი და ჩემის მაზლის ქვისლის ანაშვიცელები ვარ. გაბრაზდება აი. კარგი ციკა. აბა რა ვქნა. ირაკლი არ არის? მოიცა. მე თქვენ დღეს ფორმები არ მოგეცით შენ ხავის და შენ აბიდალის, ჰა? შენ მე არ მოგეცი ინიესტას ფორმა დღეს დილას, რატო არ გაცვიათ ფორმები? ირაკლი. ვერ არის კარგი ამბავი. რა ხდება? მამი და ჩემის მაზლის ქვისლის პანაშვიდზე მივდივართ. მარიკა, მე სადღაც წავიდე. შენც მიდიხარ ლაშა? მოიცა მოღალატე ხარ ლუიშ ფიგუ ხარ ლაშა? არა, ინიესტა არა ის მე რა ვქნა ვისთან ერთად დავიდე ხო?
აი ბიკია, აი ვაზე სანდრო ვერ მოვდივარ და ბიკი გამომატანა. რა ბიბი? ეს ამბობ, ირაკლი ბიკისთან ერთად დალია ის რომ დათრება არც სახლი უნდა არც კარი, შეძრება ჯავშანში და დაიძინებს ძალიან დიდი ბოდი, მაგრამ ესე დაგვემართა. ძალიან დიდი ბოდიში ირაკლი, შენ კარგ დროს ტარებას გისურვებთ, აბა შენიც რა გავაკეთოთ. კარგად ირაკლი, კარგად. ყოჩახ, აი შენნაირი ერთგული მეგობარი ბარსელონას არ ყავს. ყოჩახ. მარტავს ბრად მე ხანდა გავიდეთ ცოტა ხნით და ცოტა მოგვიანებით მოვალ. არა, ახლა გადი, რა პრობლემაა? ჩვენ ხო ღონისძიებას საღამოს ვიწყებთ. მარიკუნა, მინდი თიკა, ერთი წუთი თიკუნა. აი ეს მინდა გაგატანო. ეს არის ჩემი ლექსების კრებული ბარსელონაზე რჩეული. აი ძალიან ხო რა. აი ეს, ნახე, ნოუკამპის მობიბინე მინდორი. წაიგითხე და მოამზადე რა საღამოსთვის და ის. კარგად აბა. გამოთქმით, მე რომ მიყვარს ის კატალონური აქცენტით. ქეთევან მოგკლავ რა. აკი ბევრი ხალხი იქნებაო. იქნება თამარ, იქნება. ოღონდ ჩვენ 3 საათით ადრე მოვედი. გამარჯობა. თამარ. ხა. თამარ. ის კაცი. ხა. ყოფილა გეოფიზიკოსი. რომელი? მაღალი კაცი. არ გაიხედო. და ის ქალი, შავკაბიანი. მე რო შემოვედი იქ რო იდგა მარცხნივ. ხო, ის არის მისი ცოლი. თან ეს კაცი არის ჩვენი დღევანდელი ნათესავის და ჩვენი დღევანდელი მასპინძლის ნუციკო ნინიძის გარე ბიძა. ხო. აჰა. შენ რა გაიგე თამარ? ესენგე. სააძინებელში არაჩვეულებრივი რემონტი აქვთ. ხო, სააბაზანო ოთახში ესპანური მეტლახი და კაფელი და სამზარეულო სპეც შეკვეთით ჩამოუტანიათ იტალიიდან. ხო. შენ რა გაიგე? მე? ხო. მე აი ეს სალათი და ვაშლის ნამსხარი არ იჭმება. ღვეზელია არაჩვეულებრივი. აბა ღვეზელი, აბა. აღარ არის. ხომარ მოიწინეთ, როგორ ხარ? აი მე არა, აი უნდა ვაღიარო რა. როგორც ყოველთვის გადასარევად გამოვა. არაჩვეულური ნარჩუნება ამ ფორმას არ ვიცი. ისე გული მწყდება რომ გადადიხართ ევროპაში. აი გეფიცები სახლში ვიტირე და ისე წამოვედი. ხო, გეფიცები, ნუციკო, იცი ძლივს დავაწყნარე, ტირო და ქვითინებდა. მალე ჩამოვალ. კარგი ნუცია. მალე მოვლენ სტუმრები. ეს ახლა ვითომ რა იყო, რა გვაგრძნობინა რა, ევროპული ყაიდაა. კარგი, ახლა კარგი. ან საერთოდ რა არის ეს ალაფურცეტი და ფეხზე დგომა? დაედგა ადამიანურად კამები და დამსხმარი ყავით ყველანი კაცო. კარგი, ახლა შენ კიდე რა არ მოგწონს, არაჩვეულებრივი გარემოა, რა არ მოგწონს. რა არ მოწონს და ფეხზე დგომა არ მოწონს. ხო რა. შეხედე რამხელა ადამიანია. ხო იცი, ისე ნუციკოს ესეთი უაზრო წვეულება არ ეკადრებოდა. დიდი სპირიდონ ნინიძის შვილს უფრო მეტი მოეთხოვება. სპირიდონი ბაბუა ტრიალებს საფლავში. აბა რა, ხო. არის რა უღაზრო სიტუაცია რა უნდა გააკეთო რითი უნდა გაერთოთ გახარდას ხო რა. რატო თამა რატო ეხლა სტუმრებიც მოვლენ მუსიკაც იქნება არჩი მე ვინმე იცეკვე მასთან ერთად მერე გაიქეც იკიბეებზე ქოში გაიხადე დატოვე მერე მონახავს იმ ქოში და მერე დიდი ძებნის მერე კორწილ რა კარგი გაჩვენდი არა კაკანდე თავი არ მომჭრა ნათესავებში. ეთება დავიღალეთ წავიდეთ რა კარგი დაიღლებოდი ხა რა ჩვენ მაგიდა სწრაები ურტყი ისე რა ცხოვრებაში ტყუილი არ მიდგომს
ტყუილი არ მithქვამს და ირაკლის ამხელა ტყუილი უთხარი და სულ თქვენი გულისთვის. მომისმინე ახლა შენ კი არ უთხარი, მე ვუთხარი. ცხოვრებაში ტყუილი არ მithქვამს ქალს. ვაი, და ისევ შენი გულისთვის ქეთო. ჩემი რა ცხოვრებაში ტყუილი არ გიქნავს? რა? ეხლა თქვი რამდენი წლის ხარ? დალიე? ცოტა და რასა კაკანდი შენ კიდე? მიდი აბა შენ თქვი ერთი აღირე რამდენი კილო ბრძანდები? მე მარტო ვარ თავი დამაჯერა. აი მე ვაი მე არაფერი არა იცით ნუციკო მოგიწყნიეთ კი არა ჩვეულებრივი საღამოა გრანდიოზული როგორი ფერთა გამა ვაიმე როგორი გემოვნებით არის ყველაფერი გაკეთებული ვაიმე ის ყვავილები რა ლამაზად ჩაგიწია ყვავილები მინდოდა ჩამეწყო იმ დიდ კალათაში გახსოვს მაშინ რამინმა რო ჩამომიტანა ბამბუკის ესეთი აი მე კალათი ჩვენთან არის ნუცი ხო და ეხლა ვფიქრობდი წავიღებთო მაგრამ ქეთუმ ცარიელს ხო არ წაუღებთო და დავტოვე კარგი ვერტყვი, კარგი. კარგი. რაო თიკამ? თიკამ დარეკა, თიკამ. ხო და რაო? რაო და დღეს ვერ მოვალო. ვერაო? თიკამაც ვერაო? მოგვიწევს ისევ მე და ბიკის ყურება ერთად და აღნიშნა რა. კარგი, ირაკი ძალიან გთხოვ, ბიკი გაიყვანე გარეთ უფრო ურჩევნია იმას გეუბნები, მიდი გაიყვანე. კარგი, მარიკა, სად არის? ბიკი? კარგი, ირაკი რა. ბიკუნია? შეიძლება სულ ამ ყურს ვეძებდე კაცო, ბიკი? ბიკი? აგერ ყოფილა. აგერ მარიკა, არ შეგისლის ხელს ჩემთან იქნება რა. მოდი, ბიკი, ახლა მე და შენ ვუყუროთ. და ვნახოთ კიდევ ერთხელ რონალდ კუმანის გოლი, რონალდ კუმანის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტანა სამპდორიას. ნახე? ნახე? რა მაგარია. ნახე ბიკი? უკაცრავად მიკუნია. აი, ბიკი. ეს ასოდა ტოფილი. ალო ხო გოგი ხო ცოტა ხმამაღლა გოგი რა ხმაურია არ მესმის რა ხო რა ხდება გოგი აქ არის ბარსელონას ფან-კლუბი და აქ არის ბევრი ხალხი ეს იუვენტუსი კი არ არის გოგი ხო რა და ყველა აქ არის აი ხა მაგალითად ანანო ამბობს ირაკლი ხო აი ამბობს ისე მომწონს ბარსელონას ფერი იმიტომ რომ ლურჯთან ერთად ალუბლის ფერი აქვს არა ბროწეულის ფერი აქვს ბროწეულის ფერი აქვს და ბროწეულის ფერი არის ერთადერთი ბუნებრივი ფერი საფეხბურთო ფორმებში თუ არ ჩავთვლით ფიორენტინას იისფერს ხო ასე თქვა ეხლა ნახე ეხლა ლაშა ამბობს იისფერი რა ვაშკაცის საქმეა. ამა ხო ეხლა თან ბალაკას ჭამს გოგი. ნახე ბალაკას ჭამს. ეხლა გაგიჟდა. თამარი გაგიჟდა. რა შეიძლება სუჭამო მომიშალე ნერვები. აღარ შემოვალ მე აქ საერთოდ. მარიკა წავედი მე ქეთევანი მოდის ეხლა. ქეთევანი ნახე რას მოდება. ირაკლი კი მაგრამ ამ ბარსელონამ როგორ ყველაფერი უნდა მოიგოს. ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესპანეთის თასი მოიგო, პრიმერა დივიზიონი მოიგო. რამდენჯერ უნდა მოიგოს? ჩემპიონთა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ათჯერ. გავაცილებ გოგიდან დაგირეკავ ხო სანდროს ამბობს რაღაცას მაგრამ არ არის საინტერესო კარგი კარგი ირაკლი ასეც ნერვიულებ ახლა არ შეიძლება ხო შენთვის ნერვიულობა აი რა მოხდა მე ხო აქ ვარ არა და ესე ერთად ვიზეიმოთ ავრიშნოთ ეს დღე ხო აბა არა და მარიკუნა იცი როგორ ვაპირებდი დღეს საღამოს დაწყებას აი თქვი ნელა ბარსელონა არა მასე არა მარიკუნა აი ცოტა ესე აი გრძლად და ოზე გააკეთე მახვილი ბედი
ბარსელონა. ბარსელონა. მოიცერთ. ეს ისიც მაინც მოვიდეს, კაცო, რა ქვია იმას? ინკასატორი, თვის ბოლოა. არმოვა ირაკლი ინკასატორი გუშინ იყო. აი დედა ჩემს დაურეკავთ და. არა საჭირო. არა. სურათის ავსებით საკმარისია. მაშინ რა ვქნათ იცი ირაკლი? აი იქ წავიდეთ ნინიძებს წვეულება რომ აქვს რომ დავგირეკეს და გითხრეს უცხოეთში მივდივართო და გამოსამშვიდობებელ საღამოზე მოდითო. არავინ არ გველოდება და გავუხარდებათ. წავიდეთ იქ. აბა. აი ვიცი. წავიდეთ იქ ადამიანებს მაინც ვნახავ. ირაკლი ოღონდ რა ქენი იცი ხლა შენ მიდი და წესიერად ჩაიცვი. მარიკა წესიერად ჩაიცვი კი არა, ოფიციალურად ჩაიცვი. იმიტომ რომ წესიერად მე ახლა მაცვი. გასაგებია? კი, ირაკლი, კი. ბარსელონა. თამრი შეხედე ის გოგო სანდროს მაიას როგორ გავს? და ის ბიჭი როგორ გავს სანდროს? ვაიმე, სანდრო და მაია, სანდრო, მოდით აქ. სანდრო მაია, გამარჯობა. ვონტები ახალი, ჰა? თქვენ ციცნობთ ნინიძე? ესენიც? იცი, ცოტა ხანში ის გაგიკვირდება, ესენი ვის არ იცნობენ. შენ მე მგონი რა თქვი ბარსელონას საუკეთესო გოლებს უყურებთ. აქ რა საკეთე? არა, რას გვეუბნება, ხა ჩვენ რას გვეკითხება რა? დათო, მე შენ გონი ხარ მშენებლობაზე, შენი სახლის აზომვებზე. ხო. ვისთან ამაში? გავატარეთ ეს? ანანო. ნახე ანანოც აყოფილა აქავად. გლოტები ლაშა დათო სანდრო და ასტროფიზიკოსი. უი, თქვენც აქ ხართ. ვაიმე, იცით ეს ნუცა, ხო? ნუცა არის ჩემი ისეთი ახლობელი. აი როგორ მომსულიყავი, აი არაფრით არ შეიძლებოდა. არა, ესე ნახე, ნელ-ნელა ყველანი ვიკრიბებით. ნახე, ნუცას მარიკა და ირაკლი მოგავს. ირაკლი? ვაიმე, თამრი დავიმალოთ. დავიმალო, ამან იმდენი ხიზი ლალაჭამას ად დამალა. რა კარგია რომ ყველანი აქ ხართ. აი ხომ მე გაგაცნობთ ძალიან კარგ ადამიანს და მის მეუღლეს. ირაკლი ჩხეიძე პროფესორი. სესიამონი. ვაიმე. გავარჯობა. იცით ჩვენ ვიცნობთ, არა ჩვეულებრივი ადამიანია ბატონი ირაკლი. კარგი პიროვნება, წყენა ამან არ იცის და გაბრაზება. არიცოდა. დიდი მადლობა, ლუციკო, დიდი მადლობა, ასეთი მართალი და ეს კარგი ხალხი რომ გამაწვევი, მიხედე სტუმრებს, ამ სტუმრებს მე მივხედა. მაპატიები ყურა, შედარი ნერვიულო. ირაკლი. დები. ირაკლი. ეს ის არის რაც შეგონია. რატო? შენ ესე იგი შენი სახლის სალახავად მოდიოდი, ხო? აი მე დავათვალიერე და არაჩვეულებრივი სახლი გამოვიდა. მომწონს ყველაფერი. შენ თვითონ დაათვალიერე? ნახე რა კარგი ბინაა. მე მგონი შენ დღესვე გადმოხვალ. ირაკლი. კარგი ხარა, ნუ დაიწყებ ხოლმე ხა. მე რა შენ რო იქ სად პერანგი გიყიდე. პერანგი გიყიდე? ხო, აი გიხდება. აჰა. მე თუ მიყიდე, შენ რატო გაცვლა? როგორ იცი ხოლმე რა. პარკი თუ არ მომიდოდი ეს.
უხერხულია პანაშვიძე სიცი. და სად არის თქვენი ბიცოლის, მეზობლის, მამიდის, ქვისლის მაზლი თუ თქვენი ახლო ნათესავი რა გაასვენეს უკვე მეგობასთან. თუ იქნებ ადგა და თავისი წავიდა. არა, როგორ არ გწვიდი? როგორ არ გწვენიათ? ლაშა, თამა, ქეთევანი, დათო, სანდრო, ანანო, როგორ არ გწვენიათ? როცა მე და ჩემი მეუღლე იქ ჩემთან სახლში, ფან-კლუბში ვსხედვართ, რაღაცებს ვამზადებთ, გელოდებით. მოიცადე ირაკლი, ყველა ნულაპარაკობ, აი თიკაც მოდის და ბარემ გამარჯობა. ირაკლი. შენ ხო შემპირდი მოვალო შენთან. შევპირდი ირაკლი და მოვედი აქ ვარ. მართალი ხარ, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ხო მოვედი. მოხვედი. კი. სად მოხვედი? აქ მოხვედი, იქ უნდა მოსულიყავი ფან-კლუბში. რა? იქ უნდა მოსულიყავი? მეგონა აქ უნდა მოსულიყავი ირაკლი, მაგრამ კიდე კარგი რომ იქ არ მივედი, იქ რომ მოსულიყავი, ხო არ დავხვდებოდის. კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა მოხდა ეხლა ნუ ხარ ესეთ გუნებაზე ცოტა გამხიარულდი. ირაკლი თუ მინდა მივიდეთ თამართან ასაკი მკითხოთ და ვიცინოთ. არ მინდა. არ მაინტერესებს. კარგი რა ირაკლი რა მოდი ახლა. კარგი რა ირაკლი ხა აგებებული ხარ ეხა შენ და ამიტომ დაუღუდე ყველას ეხა და მე იქ გავალ. არა, ამის ღირსი ვარ მე თქვენ რა. ეს დავიმსახურე მე თქვენ. ქეთევა. შენგან ეს დავიმსახურე მე, ჰა? ხატვარო. ან შენგან ეს დავიმსახურე მე, ჰა? არ გწვენია. კარგი. სანდრო მაიამ დაპატიჟა და უნდა წამოსულიყო და არ შეიძლებოდა და წამოვიდა. კარგი. მართალია. ხო. ლაშა ღონტებმა შეაცდიდეს. ხო, მაგრამ მე ხელოვანი ვარ და არაპროგნოზირებადი ხასიათი მაქვს. მართალია ირაკლი, დათოს გაგება კიდე შეიძლება, მაგრამ ანანომ რა გაგვიკეთე? მე რა შუაში ვარ? ქეთევა ლაშა წავედით ეხლა მოიცა სად მივიხართ ლონდებო ცოტა ხანს მოიცადეთ და ეხლა შილას ჩამოატარებენ ხო გიყვართ ლაშა შილა ერთი წუთი მეგობრებო მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო სანამ მე ჩემი ნუციკოს სახლში მორიგ საგრძელოს შემოგთავაზებდეთ საფეხბურთო კლუბ ბარსელონაზე და მის მიღწევებზე მე მინდა 2-20 წუთი დაუთმოთ ჩემ პოეზიას ლაშიკოს შესრულებით ხო ხობზე მიდი მინდია ნოუკამპის მობებინე მინდორი დატრიბუნებს წითელ ლურჯად ათობს ოღონ თასი ყოველ წელს ჩვენ ავიღოთ და საერთოდ ნუ გადავა დათო ბრავო მართლაც რომ ბრავო მე დავწერე ირაკლი როგორ იყო ეს ბოლო გამივიორე საერთოდ ნუ გადავა დათო ბარსა